კი, ანუ ჩვენ ზოგადად რა უნდა შევხედოთ რა სამყაროში ცხოვრობ დღეს, ხო? ანუ ყველაფერი ასე ვაკეთებ, ჩვენ დღეს ყველაფერი ციფრულია, ხო? ექიმთან მივდივართ, რაღაც მონაცემები ჩვენ ციფრული არის, რაღაც მაღაზიაში შევდივართ, ვიხდით, ყველაფერი ციფრულია, კომუნიკაცია გვაქვს ციფრულად, ყველაფერი მთელი ჩვენი ცხოვრება არის ციფრული, ხო? და ეს არსად არ წავა, პირიქით უფრო და უფრო მზარდი იქნება მონაცემების რაოდენობა და მასშტაბი, რაც ჩვენზე ინახება სხვადასხვა კომპანიებში, სხვადასხვა თუნდაც სახელმწიფო უწყებებში, ხო? ჩვენ ცხოვრობთ ესეთ სახელმწიფოში, ზოგადად მე მგონია რომ აქ არ არის საუბარი ზოგადად კონკრეტულად აი კომპანიებზე და კომპანიების მიერ დამუშავებულ მონაცემებზე, ზოგადად აი სახელმწიფოში რა ხდება, ხო, რაღაც ყველაფერს მიზეშადებული კავშირი აქვს. და აქაც მაგალითად ახლა ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არ ვიცი, თუნდაც ავიღოთ სახალხო დამცველი ასაჯაროებს რაღაცა კონკრეტულ ინფორმაციას, კონკრეტულ ადამიანებზე, რომელსაც შეიძლება ამ ინფორმაციის გასაჯაროების გამო დაუდგეთ სიცოცხლის მოსპობის საფრთხე, ხო? ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც სახელმწიფო თანამშრომლობს ტიტუშკებთან, კრიმინალურ დაჯგუფებებთან და ეს ადამიანები რაღაცნაირად იგებენ ჩვენს მობილურის ნომრებს, ჩვენს საცხოვრებელ მისამართებს, გვირეკავენ, გვემუქრებიან, ხვდებიან ეს ადამიანები ქუჩებში, სახელმწიფო რომელიც ასევე თანამშრომლობს ინფორმაციის გაცვლაზე ბელორუსულ სპეცსამსახურებთან და ინფორმაციას თუ მტკიცებულება ანადგურებენ აი წინა ბლოკში არჩევნების წინ პროფაილინგი, ეგრეთ წოდებული პროფაილინგი ქონდა მთელი ერის გაკეთებული სხვადასხვა შემოსავლის მიხედვით თუ სხვადასხვა მოწყვლადობის და სხვადასხვა ნიშნების. ასე გეგმავენ საარჩევნო კამპანიას. ყველა პარტიას აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეზე დახარისხებული ინფორმაცია. უკანონო პარტიას არ უნდა კონდეს ხო ეს თან აქ ხონდა ზოგადად რატო ვლაპარაკობთ იმაზე რომ არ შეიძლება იმაზე მეტი მონაცემის დამუშავება ვიდრე გჭირდება რაღაცა კონკრეტული მიზნის მიღწევისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის არსებენ ასეთი აქტორები, რომლებიც რაღაცა პროფიტის სარგებლის მიღების მიზნით შეიძლება რომ ეს მონაცემები წაიღონ, ხო? ამით აი თქვენ კითხვა დასვით რომ რა შეიძლება რომ გავაკეთოთ, ხო? აი რო შევხედოთ ალგორითმებს როგორ მუშაობენ, ხო? აი რატო არის რომ TikTok-ის ალგორითმი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესოდ, იმიტომ რომ ეს ალგორითმი ამ ალგორითმს შენ მონაცემებზე დაყრდნობით შეუძლია რომ შენი პროფილი და რატომ არის ეს პოლიტიკური პრობლემა მათ შორის თქვათ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწორედ ამიტომ რომ big data-ი ძალიან ბევრი რამ შეიძლება ამ დრო წარმოადგენს რომ ანუ ადამიანი რა არის ხო ანუ ადამიანი წარმოადგენს იმას თუ რა გამოცდილება აქვს რა ინტერესები გააჩნია ეს წარმოადგენს ადამიანს ხო და თუ შეგიძლია რომ შექმნას სრული პროფილი ადამიანის შესახებ მისი თუნდაც ჯანმრთელობის ინფორმაციით მისი ინტერესების გათვალისწინებით შეგიძლია შემდეგ რომ აკონტროლო ეს ადამიანი როგორც გინდა ხო შეგიძლია რომ მაგალითად იქცე ამ ადამიანად სრულად ანუ რასაც ქვია პიროვნების იდენტობის მოპარვა რასაც ქვია ხო ანუ შეიძლება ვიღაცამ სახლი წაგართვას შეიძლება ვიღაცამ სესხი აიღოს შენ სახელზე შეიძლება შენი მონაცემები გამოითხოვოს და მიიღოს თქმა შენს ინფორმაციაზე რაც პრივატულია ხო რაც სენსიტიური ინფორმაცია არის და აი თუნდაც აი ისევ მინდა რომ დავუბრუნდე აი სახელმწიფო მიდგომებს ხო გვაქვს პერსონალური მონაცემთა დაცვის აპარატი თუ რაღაც რომელშიც მაგალითად ძალიან ჩვეულებრივი ამბავია რომ სახელმწიფოსთან დაკავშირებული პროპაგანდის ჟურნალის აქვს სპეციალური არხი სადაც პირდაპირ ადამიანების პერსონალური ინფორმაციას აწავდებს ნათია ბერიძე კი და უკვე მეორე წელია რაც მაგალითად ამ პერსონალურ დაცვის აპარატს არ აქვს არანაირი რეაგირება ხო როცა კონსტიტუციაში გვიწერია პირდაპირ რომ პერსონალური ინფორმაცია დაცულია პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია და აი მე მგონია რომ აი აქ ვართ ზუსტად იქ ვართ რომ ჩვენ გვაქვს რაღაცნაირი გაცდენილი ვართ კონსტიტუციურ ჩარჩოებს და ყველაფერი რაც შეიძლება აქედან რომ მოხდეს კიდევ და კიდევ უფრო უარესი იქნება რომ თულად არ გვიწერია კონსტიტუციაში აქ თულად არ გვაქვს კონსტიტუცია ზოგადად ხო როგორც კი რაღაცა მცირე რაღაცა გამონაკლის დაუშვებ და რაღაც შენი პირადი მიზნებისთვის რაღაცას დაარღვევ სრულად მოშლა დაიწყება ამ სისტემის და აი ჩემთვის კიდე გასაკვირი არის რომ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მხოლოდ პირადი ნომრები და სახელი და გვარები გასაჯაროება და არა უარესი შეგიძლია ჩვენ ლაპარაკობთ ქვეყანაზე კი შეიძლება როცა ლაპარაკობთ სახელმწიფო უწყებებზე ხო წლების განმავლობაში ჩვენ გახსოვს მრავალჯერ საუბარი რომ ქვეყანაში არის უკანონო მოსმენები ხო და ეს ხო ძალიან მთავარი თემა არასამთავრობო ორგანიზაციები საუბრობენ ამაზე სახელმწიფო უწყებები ეს თემა იმდენ შევეგუეთ ამას როცა დავივიწყეთ კიდეც რომ არსებობს ну როგორც მოცემულობა არის რომ გვისმენენ რა ხო იმიტომ რომ დღესაც კი დღეს ჩვენ ვიცით რომ უბრალოდ პოლიცია თავიდანვე დავანებოთ პოლიტიკურ საქმიანობას და პოლიტიკას და ასეთ საკითხებს ხო ჩვეულებრივ რიგითი ქურდობის გახსნა არ შეუძლია პოლიციას თუ უკანონოდ არ მოისმინა ვინმე ჩანაწერი ანუ უკანონობის გარეშე ვერ ფუნქციონირებს სისტემა ჩვეულებრივ დანაშაულთა ბრძოლაშიც კი და
ამას შევეგუეთ უბრალოდ რომ უკანონოდ გვისმენენ, ხო? ამასთან დაკავშირებითაც რომ ვისაუბროთ თუ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კონტროლზე თვალთვალის და ამ მიმართულებით მათი შესაძლებლობების ზრდის კუთხით რა მდგომარეობა. ბოდიში იმ დღეს დადო ერთმა ადამიანმა უცად სასამართლოში ქონდა გზის გადაკეტვის გამო საქმე რუსთაველიდან ვიდეო იმ კამერით გადაღებული ისეთი მაღალი გარჩევადობის არ ვიცი რამდენად არის კანონთან შესაბამისობაში. მან მაგ შემთხვევაში მაგალითად დიდი ალბათობით ხდება არის ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით ხდება მაგის დამუშავება რომ სახე გააუმჯობეს რაც ხარის გააუმჯობეს ხო თუ რაღაც ძალიან ხარისხიანი კამერა თუ აქვს იმიტომ რომ რაც მე დავინახე იგივე ეს კადრი რაც იყო ასეთი ზუმი რომ ქონდეს ამ კამერას და უცნაური ხდება რომ აი ხობოდა კიდეც რაღაც დამუშავების ნიშნები. ხო აი აქაც ესეც დაკავშირებულია ხო აი ჩვენ ვიცით ზოგადად ინდუსტრიაში ჩინური აპარატურა არის აპარატურა რომელსაც აქვს ყველაზე მოწყვლადი აპარატურა არის ხო მასზე არ მოდის უსაფრთხოების განახლებები ხშირად ან დაგვიანებით ან საერთოდ არ მოდის ხო ევროკავშირში მაგალითად საერთოდ აკრძალულია რაღაც ევროკავშირში ამერიკაში ჩინური აპარატების დაყენება საერთოდ აკრძალული არის ხო ჩვენ არ ვიცით მაგალითად შეიძლება სახელმწიფო იღებდეს ამას მაგრამ დამატებით შეიძლება გადასცემდეს კიდე სხვა ქვეყნებსაც ხო მესამე მხარეს გადასცემდეს ან შეიძლება რაღაც კარს ხსნიდეს იმისთვის რომ საერთოდ მესამე პირები იღებდნენ წვდომას ამ ინფორმაციაზე აი ზოგადად აი მოსმენების ნაწილში ხო კი ანუ მოსმენები არის მაგრამ ყველაზე უფრო ცუდი რაც შეიძლება საკეთებ რასაც ვაკვირდებით ხოლმე ხო აი რაც ცოტა ალბათ ყურადღების მიღმა დარჩა იყო თუ დაგვიყვანოთ აქციებზე მაგალითად რომ ნადირობდა სპეცრაზმი ადამიანების ტელეფონებზე ხო ან რაც საკეთებდა პირველი რა იყო რაც საკეთებდა შსს როცა უარდებოდა ვიღაც აქტივისტს სახში პირველსაც გეუბნებიან არის ყველა მოწყობილობა რაც არის დადე მაგიდაზე გახსენი მოხსენი პაროლი და იწყებდა ძებნა სახში ჩხრეკას ატარებდნენ არა კანონსაცემლო ნივთების არამედ ტექნიკის რომელშიც ინახება პერსონალური მონაცემები. რას უშვებიან მე ამ მონაცემებს მიაქვთ სადღაც აკოპირებენ სრულად აი ამ ციფრულ მონაცემებს რაც კი ინახება ტელეფონში ხო ძალიან ბევრი რაღაცას ვინახავთ ხო ფოტოები გვაქვს მიმოწერები გვაქვს სხვა ადამიანებთან შემდეგ ინახავენ რაღაც ბაზაში პოტენციურად ჩვენ ვსაუბრობთ პეტაბაიტების მასშტაბის ინფორმაციაზე რომელიც აქვს ხელისუფლებას და რომელიც შეუძლია ნებისმიერ მომენტში გააქტიუროს და გამოიყენოს. მაგრამ თუნდაც ჩვენ გვჯეროდეს რომ კი ნამდვილად ვინც ახლა არის ხო ხელისუფლებაში ის არის კეთილი და რაღაცა მხოლოდ კარგი საქმისთვის გამოიყენებს და არის ნაცებს დაასრულებს მაგალითად მხოლოდ და სხვა არაფერს არის დააშავებს ხო თუნდაც ამის გვჯეროდეს რაც ცხადი არ არის სიმართლე და ვერ იქნება თუ საკუთარ თავს არ დაუწეს შეზღუდვები შენ თვითონაც კორუმპირებული გახდები აუცილებლად შემთხვევაში როგორც კარგი ადამიანი იყო ხო ამიტომაც გვაქვს ესეთი მაგრამ შენ რა ასეთ მონაცემებს აგროვებ ზოგადად შემდეგ რაღაცა პრობლემა აღმოჩნდება რაღაცა კარი გაიხსნება გარედან რომელიც მაგალითად სხვა ქვეყნის სპეცსამსახური დაეუფლება ამ ინფორმაციას ხო თუ რაღაცა ინფორმაცია არსებობს შესაძლებელია რომ ვიღაცამ რაღაცის ინფორმაცია მოიპოვოს კი ბატონო და სულ 3 წუთი გვჭირდება მინდა შევეხოთ აი ავტობუსების და მიკროავტობუსებში მოწყობილობის დახაკვის თემასაც რაც თავისთავად რაღაც აქტივისტური აქტი იყო ხო აქტივიზმის მაგალითი იყო და ძალიან მოეწონა საზოგადოების დიდ ნაწილს და იმაზეც ვფიქრობთ უკვე კიდევ რა შეიძლება ესეთი იყოს და რაღაც ტიპის მოლოდინში ვართ, მაგრამ თავისთავად ესეც აჩვენებს ამ სისტემების მოწყვლადობას თუ მარტივად ასახაკი იყო ეს სისტემა, თუ დახაკულია რა თქმა უნდა ზოგადად ასეთი ტიპის გატეხვა ხო როცა რამდენი ერთდროულად ხდება რამდენი მოწყობილობა, აქ არ გვაქვს რაღაც ძალიან მარტივ პრიმიტიულ შეტევასთან საქმე, ხო ეს არის რაღაც კომპლექსური ტიპის შეტევა, როცა ესეთი მრავალი მოწყობილობა განსაკუთრებით როცა ვსაუბრობთ გადახდის აპარატებზე, ხო? იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დაცული სისტემებია. ხო, რომ ეს კითხულობს საბანკო ბარათი. ხო, აქ ჩვენ რაზეც უნდა ვფიქრობდეთ არის, ერთი რაზეც უნდა ვფიქრობდეს, მაგალითად, ხელისუფლება არის, რომ თუ ასეთი დაპირისპირებული მხარე ჰყავს და თუ მაგალითად მის წინააღმდეგ არის, რა გარანტია აქვს, რომ მათ მოწყობილობებში არ შეცვლება ვიღაც, ხო? აი, საკმაოდ ძლიერია, ხო, ეს? შეიძლება, ჩვენ შეიძლება უყურებთ ვივარაუდოთ, ხო, ჩვენ არ ვიცით ნამდვილად რა გარემოებები არის ამ საქმის იგივე და ჩვენ შეიძლება ვივარაუდოთ. შეიძლება რაღაც რიგითი ადამიანი არის, შეიძლება რაღაცა მნიშვნელოვანი რესურსების მქონე ჯგუფი ან პიროვნება, ხო? და აი მაგ შემთხვევაშიც კი ჩვენ არ ვიცით, თუნდაც კეთილი აქტორი ყოფილიყო და ალბათ სავარაუდოდ ეგრე იყო, არ აშკარა არის, რომ ამ სისტემას რაღაც ტიპის მოწყვლადობა ჰქონდა, რომელიც
გამოიყენეს. ხო, ძალიან აშკარად, ძალიან რა დიდი. ვიცით, რამდენი ხნის განმავლობაში იყო. შეიძლება არ ვიცი, რაც დაყენებული აპარატები იმ დღიდან დაწყებულია ეგ მოწყობილობა არსებობს და რა ვიცით, რომ ვიღაცა არ შევიდა ამ სისტემაში ამ ხნის განმავლობაში და არ მოიპარა მაგალითად რაღაც მონაცემები, ხო? ჩვენ ასე რომ გვაქვს ხა წლების განმავლობაში ინფორმაცია, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ჰქონდათ მაგალითად დეტალური ინფორმაცია ქართველი მებრძოლების შესახებ, ვინც 28 წლის ომში იბრძოდა, ხო, ვინც